კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. ლიტერატურული კონკურსი მაჩაბელი 2026 უკვე მე-6-ად იმართება, ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ და ჩვენი სტუმარი გახლავთ გიორგი სოსიაშვილი, კონკურსის დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. უკვე ერთი წელიც გასულა, ჩვენ შარშან ზუსტად ამ სტუდიაში ვისაუბრეთ ამ კონკურსზე და დავიწყოთ უკვე წლევანდელი ღონისძიებით. როგორც ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა იცის, კონკურსი ფართომასშტაბიანია და მასში მონაწილეობა ქვეყანაში მცხოვრებ ავტორებს შეუძლია წესდების მიხედვით საკონკურსო დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2025-26 წლებში მარტის ჩათვლით ნაბეჭდის სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოებები. მოკეთ მაჩაბელი 2026 დაწყებულია და მოდით გითხარით ახლა სამზადისი როგორია. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელსაც და მსმენელსაც, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როდესაც აი ამ საკითხზე მიწევს საუბარი, რომელიც ეხება ლიტერატურულ კონკურსს მაჩაბელს, რომელსაც უკვე 6 წელი უსრულდება და უკვე თქვენი გადაცემით ჩვენი მსმენელი და მაყურებელი აქტიურად იღებს ამ ინფორმაციას ამ ლიტერატურული კონკურსის მსვლელობის და შემდეგ მისი შედეგების შესახებ. თანამედროვე ლიტერატურულ ჩვენს ცხოვრებაში არავის არ უყვირს კონკურსების ჩატარება და არც რაიმე ახალი ლიტერატურული მოვლენა, ასე ვთქვათ, მაგრამ ამ კონკურსმა სრულიად განსხვავებული ნიშა შექმნა, თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში და ის, რა თქმა უნდა, არ არის უკვე ლოკალური დონის, მთელი ქვეყნის მასშტაბს მოიცავს, როგორც თქვენ ბრძანეთ და ნებისმიერი ასაკის შემოქმედებს შეუძლიათ მწერლებს, პოეტებს, პუბლიცისტებს, მთარგმნელებს, დრამატურგებს აქვს შესაძლებლობა რომ შემოიტანონ თავიანთი ნამუშევრები და სადონბედი. თვითონ აი ამ ლიტერატურული კონკურსის დაფუძნების იდეა გაჩნდა, მოგეხსენებათ, ჩვენ ამაზე ნასაუბრებიც გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენოთ ჩვენს ძვირფას მსმენელს და მაყურებელს, რომ გორის უნივერსიტეტში დაიბადა ეს იდეა. მე მაშინ რექტორი გახდით გორის უნივერსიტეტის და სურვილი მქონდა რომ ჩვენი ეროვნული მეხსიერების გაცოცხლებისთვის, წარმოჩენისთვის რაღაცნაირად შეგვეწყო ხელი, მით უფრო იმ ფონზე რომ მოგეხსენებათ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ავთუხლართით იქნა გადაღობილი ეს ტერიტორია, ჩვენ ძალიან დიდი ისტორიის მქონე ტერიტორია, შიდა ქართლის ეს გამორჩეული ნაწილი, ისტორიული სამაჩაბლო და არა მხოლოდ სამაჩაბლო, 4 დიდი ხეობაა, რო იტყვიან დროებით ოკუპირებული და განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ვიდრე ეს კატასტროფა მოხდებოდა, მანამდე დაანგრიეს და აფეთქეს უпростоრად იოანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი ოკუპანტებმა. პრაქტიკულად ეს იყო მცდელობა იოანე მაჩაბლის სახელის წაშლის. იოანე მაჩაბელი არ არის მხოლოდ ერთი ამ სახელთან ასოცირდება მთელი რიგი პროცესები, რომელიც ამ მხარეში და არა მხოლოდ ამ მხარეში არსებობდა. იოანე მაჩაბელი გახდათ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი დიდი მესაჭე ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების. ის იყო ერთ-ერთი თანაშემოქმედი, თანამედროვე სალიტერატურო ენის ფორმირების, მინდა გითხრათ და პრაქტიკულად მისი სახელი დაკავშირებულია ძალიან დიდ კულტურულ ცხოვრებასთან ჩვენი მხარის. ამდენად ეს კონკურსი, რომელიც ჩვენ მაჩაბელი უწოდეთ, რაღაცნაირად წარმოაჩენს იმ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომელიც არსებობდა და არსებობს ჩვენს მხარეში და ერთმანეთთან დააკავშირებს რამდენიმე თაობის მწერლებს, შემოქმედებს და ხელშეუწყობს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ჩვენი ეროვნული მეხსიერების გაცოცხლებას, წარმოჩენას და რეპრეზენტაციას. როდესაც ვსაუბრობთ ისტორიაზე, პროცესების გასააზრებლად და გასაანალიზებლად ყოველ წუთს და მით უფრო წელს მნიშვნელობა აქვს. მაჩაბელმაც უკვე თავისი ისტორია შექმნა. მართალია მე-6-ად ტარდება, მაგრამ ძალიან საინტერესო ფორმა და ადგილი დაიმკვიდრა მან. რით არის ის გამორჩეული და განსაკუთრებული, რატო ელოდება საზოგადოება მას ყოველ წელს? გამორჩეული ჯერ მარტო სახელით არის, იმიტომ რომ მაჩაბელი ვიმეორებ ასოცირდება დიდი იოანე მაჩაბელთან, სამაჩაბლოსთან, ოკუპირებულ ტერიტორიასთან და რაღაცა განსაკუთრებულ თავანკარა ქართულთან, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ მიხეილ ჯავახიშვილმა
როცა ის დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა რომ სიტყვა კაზმული მწერლობისთვის ესე სერიოზულად მოეკიდებინა ხელი მან ქართული ენის გაღრმავება, ქართული ენის უკეთ შესწავლა განიზრახა და დიდი ხანი გაატარა გარკვეული პერიოდი თვეები გაატარა დიდი ლიახვის ხეობაში მას რამდენიმე ნაწარმოები თამარაშენშიც კი აქვს დაწერილი მინდა გითხრათ და აი ეს მხარე რაღაცნაირად არის ასოცირებული ამიტომაც გამოირჩა და სრულიად ჩვენ სურვილი ქონდა რომ ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში ეს კონკურსი ყოფილიყო აი ამ კუთხით გამორჩეული ეროვნული აი ამ ტრადიციებზე დაფუძნებული და დაკავშირებული ყოველივე აი ამ ქართულთან და შესაბამისად თავისთავად სურვილი რომ გორს შიდა ქართლს გაცდენოდით და მთელი საქართველო მოგეცოთ. ეხლა ადვილი არ იყო პირდაპირ გეტყვით ბატონ დავით მქონდა გარკვეული განცდა იმისა რომ აი თუ ვერ შემდგარიყო ეს კონკურსი ერთია სურვილი ერთია იდეა მაგრამ როდესაც ამ იდეას ჭირდება განხორციელება რაღაცნაირად მთელი სული და გული უნდა ჩადო რომ ეს იდეა განხორციელდეს და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვიყავით ჩართული ამ საქმეში და უფლისნებით რა თქმა უნდა მოხდა ის რომ ივანე მაჩაბლის სახელთან დაფუძნებული დაკავშირებული ეს კონკურსი უკვე ქვეყნის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად გადაიქცა და უკვე მოგეხსენებათ რომ მე-6-ე ტარდება წელს და მე-6-ე გამოცხადდა უკვე ფიქრობ რომ ის თავის ღრმა კვალს დატოვს ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩვენ ახლა არაფერი გაგვიკვირდება საქართველოში რუსთაველი სამშობლო ვართ და ერთ-ერთი უმთავრესი სავიზიტო ბარათი მთელ სოფლიოში ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობაა მაგრამ თანამედროვე ლიტერატურული პროცესების წარმოჩინება ნიჭიერი ავტორების გამოვლენა ასევე წინათაობის მწერლების დაფასება და მოდი ესე ვთქვათ რომ ლიტერატურული ახლებური სუნთქვის შემოტანა ეს მაინც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ რომ აი ამ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ის არის ბატონო გიორგი კონკურსი მრავალფეროვანია და წლიდან წლამდე ხედავთ როგორ უწყობს ის პროცესებს ხელს. ის რაც ფეხს, ის რაც ტრენდულია, შეიძლება ითქვას თავის გავლენას ახდენს ხოლმე ამ სფეროშიც, ლიტერატურაშიც. თემატიკას მინდა რომ შევეხოთ, რა ტიპის თემატიკა არის კვლავ ესეთი პოპულარული, რასაც თქვენ ამ წლების განმავლობაში აწყდებით. ერთის მხრივ ის რომ თქვათ თანამედროვე ავტორებს გამომცემლებს აძლევთ საშუალებას თქვათ მოახდინონ საკუთარი შემოქმედების ამ ფორმით წარმოჩენა და მეორეს მხრივ დაფასება თავადვე აღნიშნეთ იმ სახელისაგვარების რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი და წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის შეტანილი და მათ ვთქვათ მუდმივად ჭირდებათ რა თქმა უნდა გახსენება და თუნდაც ამ ფორმით დაფასება. რა არის ის მთავარი, რაც თითქოს მათ აკავშირებთ, ერთგვარი ხიდია ძველ და ახალ თაობას შორის და მეორეს მხრივ, რაც მუდმივად იცვლება და თქვათ თავის მრავალფეროვნებაში კვალს ტოვებს. რა არის ეს ლიტერატურული მრავალფეროვნება, რითაც გამოარჩევს ეს კონკურსი სხვებს? დიახ, თქვენ წეგამ ბრძანეთ, რითი გამოირჩევა ეს კონკურსი? გამოირჩევა იმით, რომ აუცილებელი არ არის ავტორს წერას წიგნი კონდეს წარმოდგენილი ამ კონკურსში. რამდენიმე ნომინაცია მოგეხსენებათ, ამ ნომინაციებს, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში, წლის საუკეთესო პოეტური კრებული ან ლექსების ციკლი და ეს იმას ნიშნავს, რომ ლექსების ციკლი თუ კი გამოქვეყნდება რომელიმე ლიტერატურულ გამოცემაში, ავტორს შესაძლებლობა აქვს, რომ შემოიტანოს ეს ჟურნალი ან გაზეთი და აი ამ გაზეთის მეშვეობით, ასე ვთქვათ, სადოს თავისი ბედი. ასევე საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, ხო, შეიძლება იყოს წიგნათაც გამოცემული და შეიძლება იყოს ლიტერატურულ პერიოდიკაშიც. თარგმანი ასევე და წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა. ესეც არ არის შეზღუდული, იმიტომ რომ წიგნების გამოცემა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, მოგეხსენება და ჩვენს მწერლებს, ჩვენს პოეტებს, პუბლიცისტებს, კრიტიკოსებს, ესეისტებს მთარგმნელებს, დრამატურგებს მივეცით იმის საშუალება, რომ მხოლოდ წიგნებით კი არ შემოიფარგლება ეს კონკურსი, არამედ მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ როგორც გითხარით, ლიტერატურულ გამოცემებში დაბეჭდილი თავიანთი ტექსტები წარმოადგინონ. და ასევე როგორც თქვენ მრავალფეროვნება ამ კონკურსში, ჩვენ 4 ნომინაცია ქონდა თავდაპირველად, მაგრამ მე გავაფართოვეთ ეს მრავალფეროვანი გავხადეთ დაემატა წლის საუკეთესო პიესა, იმიტომ რომ
მოგეხსენებათ რომ ივანე მაჩაბლის სახელთან დაკავშირებულია შექსპირის გენიალური შექსპირის გენიალურად თარგმნა ქართულ ენაზე. საოცარი თარგმანებია მოგეხსენებათ, ხო? ახლა როცა ილია ჭავჭავაძე იყო მისი თარგმნელი და ერთად აქვთ მათ შექმნილი ეს თარგმანები და გაკეთებული, ახლა წარმოიდგინეთ რა დონის თარგმნელთან გქონდა საქმე და გვაქვს ეს ქართული სიტყვაგაზმული მწერლობის საუნჯეშია შეტანილი და ოქროს ფონდში მისი თარგმანები, ივანე მაჩაბლისეული თარგმანები და ამიტომ მე ვფიქრობ რომ სწორი იყო რომ დაემატა წლის საუკეთესო პიესის ნომინაცია, დრამატურგიის თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი იყო და მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ დრამატურგს ექნება საშუალება რომ წარმოადგინოს თავისი ახალი ნაწარმოები, გამოქვეყნებული ცხადია და სადოს ბედი აი ამ კონკურსში. კეთილი, ბატონო გიორგი, მოდით ახლა შიდა სამზარეულოში ჩაგვახედეთ ცოტა კონკურსი 3 თვის განმავლობაში გრძელდება და გამარჯვებული ავტორის ვინაობა უკვე დაჯილდოების ცერემონიალზე, ეს არის 2026 წლის 17 ივლისი გამოვლინდება. რა ხდება ამ 3 თვის განმავლობაში? 3 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოცხადდა უკვე მიღება ქეთი ჯოლბურდი გახლავთ კოორდინატორი, საკონტაქტო პირი რომელს და ნაცნობი თქვათ რომ 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება კიდე მასალების მიღება. გაგრძელდება მასალის მიღება და როგორც გითხარით, ქალბატონი ქეთი არის საკონტაქტო ვინც იღებს ამ მასალებს. შემდეგ უკვე ჟიური იწყებს ამ მასალებზე მუშაობას, ჟიურის ვინაობა ცხადი არ დასახელდება ტრადიციულად თავიდანვე და მხოლოდ გამარჯვების დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდება გამარჯვებულთა გამოვლენის გამარჯვებულთა დასახელება და ჟიურის ესე იგი ვინაობის გამხელა. მანამდე ჩვენ თავს შევიკავებთ და მე შემიძლია თამამად თქვა და ყოველგვარი გადაჭრებების გარეშე რომ ამ კონკურსს აქ ობიექტურობის მიუკერძოებლობის ძალიან ესეთი პრეტენზია. იმიტომ რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ იტყვის რომ ლიტერატურულ კონკურს მაჩაბელში რა მაჩაბელის ირგვლივ რაღაცა გადაცდომას ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, ნიჭიერი ავტორების წარმოჩენა და ხელი შეწყობა იმისა რომ ამ ლიტერატურულ პროცესში გამოვლინდნენ განსაკუთრებით ნიჭიერი ავტორები და განსაკუთრებით ღირებული ლიტერატურული ტექსტების შემოქმედნი. ასე რომ აი ამ კონკურსის დანიშნულება ერთ-ერთი მთავარი მისია მოკლედ ეს არის, რომ აი მიუკერძოებლობით და ობიექტურობით იყოს დამკვირვებელი, ასე ვთქვათ, ერთგვარი და შემფასებელი ლიტერატურული პროცესების და საკმაოდ დიდ ბრენდად ჩამოყალიბდა მე ახლა ნამდვილად არ ვიტყვი რაღაცა კვეხნით, მაგრამ დამერწმუნებიან ამ მიმართულებით, ვინც ჩახედულნი არიან და ვინც მონაწილეობა უკვე მიიღეს და იყვნენ აი ამ პროცესის თანამონაწილენი, რომ ლიტერატურულმა კონკურსმა მაჩაბელმა უკვე დაიმკვიდრა თავისი გამორჩეული ადგილი ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში და საოცარი რო გადახედოთ წინაწლების ჟიურის წარმომადგენლებს, წევრებს, რა დონის ლიტერატურები არიან, რა დონის პროფესიონალები, რა დონის შეუვალი ავტორები და კრიტიკოსები, რომ მათთვის მთავარია გამოვლენილი იქნას ღირსეული ნაწარმოები და ღირებული ლიტერატურული ქმნილებები. ასე რომ ამითი ჩვენ გვიამაყება და საკმარისია გადახედოთ ახლა თქვენ ახსენეთ გადახედოთ წინაწლების გამარჯვებული ავტორების სახელებსა და გვარებს გადაავლოთ თვალი და მაშინ მივხვდებით თუ რა დონის ლიტერატურულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მაგალითად გასულ წელს გამარჯვებული გახდა წლის საუკეთესო პოეტური აი ამ ნომინაციაში პოეტური კრებული ლექსების ციკლი ტარიელ ხარხელაური და ასევე ქალბატონი ლიასტურო გაიყო პრემია და გამოვლინდა, მაგალითად პროზაში არ გამოვლინდა გამარჯვებული და ჩვენთვის სულ ერთი არ არის ამ ლიტერატურული კონკურსის შემოქმედებისთვის და ჟიურის წევრებისთვის არ არის სულ ერთი რომ მოუნდაც ვიღაცა გამოვლინდეს. მაჩაბელმა უნდა უპასუხოს თავის სტანდარტს, თავის კრიტერიუმებს და თავის თავაცხადია ეს ასეც გაგრძელდება და ასევე წინაწლების გამარჯვებულები ეთეთ თათარაიძე, ასევე მიხო მოსულიშვილი, ნანა ტონია, მეკა ხანგოშვილი, ძალიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრიტიკოსები, ესეისტები, პუბლიცისტები, რა ვიცი, ძალიან ბევრი თაობის ნომინაციებზე ვისაუბროთ და სპეციალური პრიზიც გაქვთ ასევე, ვიცი და მოდით ესეც გითხარით. იცით, ეს სპეციალური პრიზი წინასწარ არ არის ხოლმე ესე დადგენილი, რომ შეიძლება გაიცეს, შეიძლება არც გაიცეს. აქ უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონის, რა რაოდენობის ლიტერატურული მასალა იქნება წარმოდგენილი კონკურსში და შემდეგ უკვე ხდება ხოლმე ესე პროცესში, რომ გამოარჩიოთ განსაკუთრებული, შეიძლება წინა თაობის წარმომადგენელი იყოს, შეიძლება ახალი თაობის წარმომადგენელი იყოს
ჩვენ ყოფილა შემთხვევა რომ დებიუტანტი ასე ვთქვათ წერლებისთვის მიგვიწია ეს გამორჩეულად ცალკე პრიზი და ასევე მიგვიწია უკვე 8 წამოსილი წინათაობის წარმომადგენლისთვის მაგალითად ჯემალ ინჯია დავაჯილდოვეთ რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული სახელი ჩვენს თანამედროვე სიტყვაგაზმულ მწერლობაში და ასე რომ დამოკიდებულია პროცესზე. ცოცხალი პროცესია. რამდენი ნომინაციაა? 5 ნომინაცია გვაქვს და ცალკე როგორც გითხარით, ერთი პრიზი გაიცემა იმ ადამიანზე, ვიზეც შევჯერდებით. რა თქმა უნდა, ჟიურის წევრებთან ერთად ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ეს არის დამფუძნებლის პრიზი, მოკლედ ასე შეიძლება დავარქვათ. კეთილი, წარმატებები მინდა გისურვოთ. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ლიტერატურული კონკურსი მაჩაბელი 2026 დაიწყო და მასალების მიღების ბოლოვა და გახლავთ 30 აპრილი. შემდეგ უკვე 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება განხილვა ამ მასალების და გამარჯვებული გამოვლინდება დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც შედგება 2026 წლის 17 ივლისს. წარმატებები კიდევ ერთხელ მიხარია ამ თემაზე თქვენი სტუმრობა, ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო კონკურსის დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი. მადლობა დათმობილი დროისთვის, დროებით დაგემშვიდობებით.